მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. თვალჭრილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, შესუსუნ ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავა. აღნიშნული შესახებ ინტერპრეტაციული შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. დაკავებას წინ უძღოდა ადგილობრივების პროტესტი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსთან ავეჯის გადასატანი მანქანის გამოჩენას მოჰყვა, რომელსაც კორპუსთან შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდა. პოლიცია მათ ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. იმედი მაქვს კადრებს გავუშვებენ ეთერში, თქვენ ხედავთ რა ხდება იქ. მოუწოდა გათავისუფლებისკენ, რასაც ისინი შეეწინააღმდეგეს, შემდეგ კი რამდენიმე პირი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. სომისთვის თბილისში თვალჭრილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. ადგილობრივები გასახლების პროცესს აპროტესტებენ, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც ცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობრივების თქმით აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცვა უნდა მოხდეს. ხო, სხვა კადრებით თუ გვაქვს, იმედია ვაჩვენებთ იმ კადრებსაც, გამოსახლებასთან როცა შეხლა-შემოხლა ხდებოდა იქ. ეს კადრები იქნება საინტერესო ეს კადრები. რაც შეეხება ხელისუფლების განცხადე კომენტარებს ამ თემასთან დაკავშირებით, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდა მოსახლეობა, თუმცა კალაძე თქვა, რომ არ შევა შეხვედრაზე, არ მივა მოსახლეობასთან შეხვედრაზე. კალაძე ამბობს, ეს შენობა არის კერძო საკუთრება, ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშიაო, ამბობს იმს. ამ შენობა ნაგებობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ის ავარიულია და შესაბამისად საჭიროა მისი გამოთავისუფლება. თქვა კალაძემ. როგორც კალაძემ განმარტა, შენობის მესაკუთრის სასამართლოში დავა აქვს მოგებული. ეს არის კერძო საკუთრება, აქ მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაში არ არისო, ამბობს ის. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. კერძო მესაკუთრეს მოგებული აქვს აღნიშნული დავა, ამ შენობებთან ნაგებობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა. შენობა არის ავარიული. შესაბამისად საჭიროა მისი გამოთავისუფლება, ამბობს კალაძე. გარდა ამისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიულზე ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდება მათი გამოყვანა. სხვათა შორის არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და ქირით გაყვანა. 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული წინადადებით, დანარჩენები არ დათანხმდნენ აღნიშნულს, განაცხადა კალაძე. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ კი დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ადგილზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, მისთვის მისვლას არ აპირებს. მისვლას არ ვაპირებ, რადგან პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტის თემა არ არის. აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. ეს იგივეა თქვენ საკუთარ საცხოვრებელში, რომ ვიღაც შეიჭრას და დასახლდეს. ეს არის კერძო საკუთრებაო, თქვა კალაძემ. რა პირობების შესთავაზეს არ ვიცი, ვერ გეტყვით, შესაბამის უწყებას უნდა დაუსვათო შეკითხვაო, თქვა კალაძემ. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის კომენტარსაც გაგაცნობთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილზე მუდმივად ცხოვრები ყველა ოჯახი თანახმა მიიღოს ის შეთავაზება, რაც დღემდე იყო გაჟღერებული, ამბობს ბიუროს წარმომადგენელი. როგორც სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ისე კრედიტორებისგან. აქ გულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერის და კრედიტორის შეთავაზებას, რაც გულისხმობს აქ ცხოვრები პირების, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრისი, გასახლებას მათთვის კონკრეტული უძრავი ქონების გადაცემით ან ქირით უზრუნველყოფითო, თქვა მან. მისი თქმით, თბილისში თვალჭრილის ქუჩაზე მუდმივად ცხოვრობს 39 ოჯახი. აღსრულების ეროვნული ბიურო ჩართულია და ეხმარება აქ ყოფ პირებს, რომ მათი მოძრავი ნივთები გადატანილ იქნას იმის სამართზე, რომელზეც ეს პირები მიგვითითებენ. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგების პროცესმა გამოიღო შედეგი და ამ წუთსაც კრედიტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა აქ მუდმივად ცხოვრები პირები არ დაჩნდნენ ქუჩაშიო, განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა. ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი შარაშიძე, გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრი, საგრებულოს წევრი თბილისის, ის იყო ადგილზე მისული. იქ მოგესალმებით, ბატონ გიორგი.
მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ნუ როგორც ხედავთ, ახსოვს ამბობს რომ მოგვარდა პრობლემა, შეთანხმება შედგა მოსახლეობასთან, რომ თანახმარიან რომ გავიდნენ სხვა ფაქტში ასე. მოგესალმებით მერაბ საღამოშვიდობის, ძალიან ძიმე დღე გამოდგა დღეს ნამდვილად, ხო მე პირადად დილიდან ვიქوار ადგილზე და ჯერ მოდი ესე ვთქვათ, თვითონ ფორმაზე ვისაუბროთ, ხო, ხა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე დეტალებზეც გადავიდეთ აუცილებლად, დღეს ჩვენ ნახეთ ფაქტობრივად არ მინდა უტრირება ნამდვილად, მაგრამ რა ვიცი, ლამის ომი გამოუცხადა სახელმწიფომ ადამიანებს, საკუთარ მოქალაქეებს, ვინც ითხოვს ელემენტარულ რამეს, რომ მათ ელემენტარული საცხოვრისი ქონდეთ და რაღაც ჭერი ქონდეთ და რაც არა აქვთ ამ ადამიანებს და კარგი ცხოვრებისგან იქ ნამდვილად არავინ არ არის შეჭრილი მე რა. აქ კერძო საკუთრების თემის შემოყვანა, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ ხელისუფლების გეგმა, რომ ინტერესები და ფოკუსი გადავიდეს კერძო საკუთრებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენც ყოველთვის ვართ მომხრე კერძო საკუთრების უფლების დაცვის და კერძო საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული და ადამიანის უფლების ასეთი უხეში ხელყოფის ხარჯზე კერძო საკუთრების დაცვას მე მგონი ვერავინ ვერ შეეგუება ამ ქვეყანაში, ხო? ეს ადამიანები იქ ცხოვრობენ დაახლოებით 5 წელია. 5 წლის წინ სანამ ეს ადამიანთა ეს ჯგუფი შევიდოდა იმ ტერიტორიაზე და დასახლდებოდა და ეს ადამიანები თავადაც არ უარყოფენ რომ უკანონოდ არიან შეჭრილები, რა თქმა უნდა, და არც იმას ამბობენ რომ ეხლა ჩვენ აქ უნდა ვიყოთ და ფეხს არ მოვიცვლით აქედან, რა თქმა უნდა, უბრალოდ ისინი ამბობენ რომ რაღაც ალტერნატივა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ, იმიტომ რომ ფიზიკურად სხვა წასასვლელი არ აქვთ. ანუ არიან ადამიანები, რომელსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი. და ეხლა სახელმწიფო რა თქმა უნდა ვალდებულია რომ ისინი რაღაცნაირად დააკმაყოფილონ. ეხლა ქირაზე რო კითხულობდი კალაძის განცხადებას, ეს არის საუბარი 3 თვეზე 700 ლარი, ხო წარმოიდგინეთ, 3 თვეზე, 3 თვეში წყდება და მე ამ ადამიანებმა თავისთავად უნდა მიხედონ. და საუბარია მრავალშვილიან ოჯახებზე, ხა ერთი ქალბატონი ჩვენ სხვათა შორის 2 თვეა უკვე დავდივართ იქ, რომ იცოდეთ, უბრალოდ რატო ვამბობ ამას, რომ ეს ისტორია კარგად ვიცით, აი ყველა ოჯახის თუ არა, ყოველი მეორე ოჯახის ისტორიას პირადად ვიცნობ რა, რამ მდგომარეობაში არიან. 5შვილიანი ოჯახები, უფრო მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები ყავთ, მოხუცები არიან, საკუთარი სახსრებით გაარემონტეს ეს ოთახები, სადაც ცხოვრობენ. რომ ზოგმა სესხი აიღო, ზოგმა რაღაცნაირად მოახერხა საკუთარი ხელი და ეზო იყო სრულიად გაუვალი და განადგურებული, ისიც მოაწესრიგეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი და არავის არ უხარია, რომ 500 ადამიანი, იცით ხო ეს ციფრი, 500 ადამიანზეა საუბარი. ასეთ პირობებში ცხოვრობდეს. რა თქმა უნდა, მეც გამიხარდება, რომ იქ ახლა ის ყველაფერი მოწესრიგდეს, რაღაც ახალი გნენოთ კომპლექსი აშენდეს და ადამიანებმა ნორმალურ პირობებში იცხოვრონ. აქ ამაზე საუბარი არ არის. საუბარია სახელმწიფო რას უშვება ამ ადამიანებს. კალაძე რო გამოვიდა დღეს და თქვა, რომ ჩემს რა თქვა მარტივად რო ავხსნათ, ხო ჩემი საქმე არ არისო რა. ეს თბილისი კერძო საკუთრებაა, აქ თბილისის სულ 9 ოჯახიაო, თბილისში როგორც ჩანს 9 ოჯახია მხოლოდ თბილისში ჩაწერილი და ამიტომ მარტო ეს რა აქედან ორი დაგვეთახმა, დანარჩენი არ დაგვეთახმა და რატო უნდა მივიდეო? იმიტომ რომ რა ვქენით იცით იქ მე პირადად დავიხმარე ერთ-ერთ მაცხოვრებელს და ჩვენ იქ როცა დაიძაბა სიტუაცია ცხელხაზე დარეკა მან და ცხელხაზე ესაუბრა თბილისის მერის თანამშრომელს და გადასცა პირდაპირ ეს მდგომარეობა რომ ესეთი გაუსაძლისი ვითარებაა და გთხოვთ გადასცეთ მერს რომ მოვიდეს ადგილზე და თქო ამის პასუხად მე კალაძემ გააკეთა განცხადება რატო უნდა მივიდეო ახლა რა შემაინტერესებს დაახლოებით ესე იყო და ამ დროს მის ქალაქში ხდება ხო ეს ჯერ კიდე მერი ხო ქვია 4 ოქტომბერამდე ყოველ შემთხვევაში და ანუ იმ ქალაქში ხდება რომლის მერიც არის და ამბობს რომ არ მაინტერესებს რომ ახლა 500 ადამიანი თბილისში არიან ეს ადამიანები დღეს თბილისში ღამეს ქუჩაში გაათენებს 500 ადამიანი ხარ რა მნიშვნელობა აქვს ახლა იქ ჩაწერილი ეგრეთ თვითონაც არ არის თბილისელი მაგრამ თბილისის მერი რო გახდა კაია ანუ ახლა რა დამოკიდებულებაა ეს რომ ახლა რადგან თბილისელები არ არიან არ მივალ და არ მაინტერესებს ხო და ამიტომ ეს არის სადგურის მოედანთან რომ შენობა ჩამოინგრა იქ ამბობდა რომ ძალით ხო არ გამოვასახლებდითო და ზუსტად ეხლა გასაგებია რომ ეხლა ძალით ასახლებენ იმიტომ რომ კერძო დავა არის და საახსრულები რომ მივიდა მაგრამ ერთ-ერთ მიზეზად კალაძე ასახელებს რომ ავარიული არისო და ის შენობაც ავარიული იყო ხო და მე რო თქვი რომ 2 თვე იქ და უბრალოდ იქ არ იყო ეხლა ახსრულებაში გადაცემული გასაგებია ავარიულობის ფაქტორი ხო ამ ადამიანებს ამდენჯერ შევხვდით ჩვენ ავარიულობის ფაქტორი საერთოდ არ განიხილებოდა მე ყოველ შემთხვევაში დღეს გავიგე მხოლოდ ეს დიდი ალბათობით აი ვაგზლის მოედნის უბედური შემთხვევის და დანაშაულის რა თქმა უნდა არ არის მხოლოდ ეს უბედური შემთხვევა შემდეგ ეხლა იფიქრეს რომ რაღაცა საზოგადოების რაღაც ნაწილზე ინფოპროპაგანდისტულად რაღაც ეს გავლენა მოეხდინათ რომ აი ავარიული შენობაა და რომ გაამართლოს რა ხალხმა ასე ვთქვათ მათი საქციელი მაგრამ ნუ ამას რა კი ბატონო გასაგებია რომც იყოს ავარიული შენობა სად მიყავს მაშინ ეს ხალხი ავარიული შენობიდან ხალხის გამოსახლება მაშინ არის სწორი როდესაც ამ ადამიანებს რაღაც ალტერნატივას თავაზობდა ქუჩაში თოტოვებ ეხლა მოხუცებს და პატარა ბავშვებს. ნუ ეს ნამდვილად არ არის მისასალმებელი კი არა, პირდაპირ უნდა დააგმოთ მათი ეს აქცია რა ფორმით. მე რა ხდებოდა იცით?
ანუ როგორ გითხრა, ვერ დაიჯერებ, ეხლა რომ მოგიყვე რამდენი პოლიციელი იყო. უზარმაზარი რაოდენობის და რაზე მეტყველებს კიდე ეს შემთხვევა, რომ აი როგორც კი ეხლა ხალხმა, ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, ვინ არის ოცნება რა, ანუ რა რეჟიმია, ხო? არის რეჟიმი, რომელიც მზად არის, როგორც კი მოქალაქის, ან მოქალაქეთა ჯგუფის ინტერესი დაეჯახება სისტემას, ანუ მათ ინტერესებს გადაეკვეთება, ოცნება არის მზად, რომ აი პირდაპირ გადაუაროს რა. აი არ მიყვარს მე ესეთი ტერმინებიც, აი გადაუაროს, აი გაჭყლიტოს, გასრისოს. ყველანაირად. ეხლა ის კადრით ნახე. სადღაც დაიწერა, რომ ის ვანო ჩხარტაშვილის იყო ეს ქონება. ეხლა არა, ნუ ჩვენი ინფორმაციითაც ასე არის, ხო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა შეგახსენებთ, რომ არის კი ბატონო, ბიზნესმენშვილთან დაახლოებით. სვისი ვერც იქნება, მე რა ხე ეს ხო ხვდებით, მართლაც კარგი ადგილია, ეს არის სავაჭრო ცენტრი East Point-ი, იცით ყველამ და ზუსტად East Point-ის გვერდით არის დიდი ტერიტორია. აქ არის რამდენიმე კორპუსი, ეს არ გეგონათ, რომ ერთი შენობაა, მხოლოდ 4 თუ 5 შენობაა და ტერიტორიაა დიდი და ნუ ის დაცული ამ ხალხმა თავის ჭიშკარიც დაამონტაჟა და ასე შემდეგ დაცული ტერიტორია და ნუ იქ ხა ბუნებრივია, ნუ დიდი ალბათობით არის დიდი სხვა პროექტი და სხვა ბიზნეს ინტერესები, ხო, რაშიც რა თქმა უნდა ხა თბილისი ახლა არ აინტერესებს კალაძეს ახლა ხალხს რო ესე უჭირს და იქ რო ამის ნებართვები გაიცა და ასე თქვა პროექტებია და დიდი ალბათობით კორუფციული გარიგებაა, მაშინ აინტერესებს თბილისი, ხო? ხო და თან ახლა კიდევ ერთი თემაა, რომ ამ ხალხს ვინ ელაპარაკება, არავინ არ ელაპარაკება. ჩვენ რო 2 თვის წინ მივედეთ პირველად ამ ხალხის თხოვნა იყო, რომ უბრალოდ თქვენო ერთ-ერთი თხოვნა აქვს თქვენთან, რომ უბრალოდ ვიღაცასთან რომ შუამავლობა გაგვიწევთ, რომ დაგველაპარაკონო. სახელმწიფო საერთოდ არ გველაპარაკება არავინო და კერძო მფლობელის წარმომადგენელსაც კი ვერ პოულობთ საერთოდ არ ვიცით ვის ველაპარაკოთო. ერთ-ერთი ვიცით რომ საქმე აღზრულია, სასამართლო მიდის და ნუ რაღაცა ჩვენი გასახლება იგეგმება. ამიტომ აი გაუსაძლისი ვითარებაა მე რა, აი ნამდვილად ახლა ეს ფორმები რაც დღეს იქ ვიხილეთ ახლა მე თუმეტეს ჩემ თვალწინ დააკავეს რამდენიმე ადამიანი, შემდეგ ქალბატონი რავალშვილიანი ქალბატონი, ახლა ბოლოს ის ბიჭი რომელიც ტანზე ასე ვთქვათ შემოიხია უკვე სიბრაზისგან მაისური თუ ნახეთ ეს კადრები საშინელი კადრებია ხო და პირდაპირ რომ ხელში წვდნენ პოლიციელები და დააკავეს ისიც რომელიც იყო ერთ-ერთი აქტიური აი ამ მოსახლეობიდან და იცავდა ამ ადამიანების უფლებებს და ნუ უბრალოდ წარმოუდგენელი სანახაობა როგორ ექცევა ოცნება ადამიანებს რა და თან ახლა რას დაემთხვა ეს რომ გუშინ კალაძე იმედზე იჯდა მე მოქმედი მერი ვარო და გადაწყვეტილი მაქვს რომ კვლავ ვიყარო კენჭი თბილისის მერად ხო და კანდიდატი ვიყო და ფაქტიურად რა გააკეთა დღეს ამით დაიწყო კამპანია ეს რატო გააკეთეს ნუ წარმოუდგენელი არ შეაწყობდა წინა საარჩევნო აი ვერ ხვდები აქ ამათ უკვე ვეღარ ნუ ალბათ იმაში რომ კიდევ ერთხელ ძალის დემონსტრირებაში ალბათ რომ მათი წინა საარჩევნო კამპანია შეიძლება პროპაგანდისტულად იყოს შეფუთული ესე ლამაზ ფერებში ასე ვთქვათ, იავარდით მოფენილი, ესე, მაგრამ მეორე მხრივ იყოს ძალადობრივი, რომ კიდევ ერთხელ ყველას უთხრან, რომ აბა გაბედეთ, აბა ვინმე გაბედოს და სახელმწიფოს აი ოდნავ დაუპირისპირდეს რა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პოლიცია, მთელი ეს სახელმწიფო სისტემა და სხვათა შორის აღსრულების ბიუროს ყოლია, მე არ ვიცი რა, აი ყველაზე ცუდ პატრულებზე კიდევ უარესებია, ვინ უნახეს, რატო არიან ესეთი აი გველურები, ჩვეულებრივი ველურები, თვითონ ისინი რა, იმათი თანამშრომლები. აღსრულების ბიუროს ასე ვთქვათ ეკიპირებით ვინც დადის, ნუ აი არანაკლები კიდე ამ ჩვენ პოლიციელებზე რა და ეხლა წარმოედგინეთ რომ აი ამ რესურსით და ამ მონდომებით სახელმწიფო ადამიანებს იცავდეს უბრალოდ. ეხლა ჩვენ რო დაგჭირდეს ვინმე სამი რო გაგვიჭირდეს მაგდენი კი არა, მაგის მიათედი და საერთოდ პატრული მოვა თუ არა, ისიც კი არ ვიცით, ხო და არის ესეთი ბევრი შემთხვევა და ეხლა კერძო ინდივიდუალს რო დაჭირდა, რაც რა თქმა უნდა ოცნებასთან გადაჯაჭვულია, იმიტომ რომ სხვანაირად არც ხდება არაფერი ამ ქვეყანაში, იქ მთელი სახელმწიფო სისტემა და რა ვიცი, განსაკუთრებული მობილიზება აქვს გამოჩენილი და ამიტომ მე იქიდანაც მოუწოდე მე რა რამდენიმე ლაივ ჩართო არ მოგვარდა როგორ არაფერი თვლია ეს ყველა დათანხმდენო ამ წინ არა შეიძლება რამდენიმე ოჯახი მხოლოდ არა ყველა დათანხმდა ვინც არისო ვინც მუდმივად ცხოვრობს აქო ვინც მუდმივად ეგ არ ვიცი რა შეიძლება ვიღაცები აი მანდაც რაღაცა მზაკრობას აქვს ადგილი იმიტომ რომ ჩვენ რო იქ დავდივართ ეს ორი თვე რა ვიცი 120 ოჯახია რეალურად მართლა რო იკრიბებიან ხოლმე საღამოს მარტო ფიზიკურად ვხედავ მე თვალით რო დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანია ხოლმე შეკრებილი და ახლა ნამდვილად არის რაღაცა ხრიკი იქნება, იმიტომ ჯერ ერთ ეს მუდმივად ცხოვრებაც რას ნიშნავს, ესეც კიდევ ცალკე საკითხი. ნუ სავარაუდოდ ამით მიანიშნებენ, რომ ის დანარჩენებს სხვა საცხოვრებელიც აქვთ და უბრალოდ ნუ პარალელურად ცდილობენ, რომ აქაც მოიპოვონ ეს საცხოვრების სისტემა, მაგრამ არ არის ესე. აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენ სანამ დაგემშვიდობებით ამ ჩორჩანას თემაზე, თქვენი პარტიის ლიდერთან დაკავშირებით იცით გამოძიება არის და ეს დღეებია დაკითხვები მიმდინარეობს, რამდენი ადამიანი დაიკითხა, მათ შორის მაგალითად ეხლა დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბატონი სუჯაშვილი, რომელიც ამბობს, საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მქონდა. მედიით გავიგე, კარგი იქნებოდა, მანამდე ცოდნოდაო.
ის ამბობს, საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამარჯვდა. საგუშაგოს გახსნის მოსახელობა რთულ სიტუაციაში ჩავარდა. რუსეთის ფედერაციამ დამატებით საგუშაგოები გახსნა და სამეთვალყურო საშუალებები დაამონტაჟა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ამის შესახებ განაცხადა ბატონმა სუჯაშვილმა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ ჰქონია, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ამ ინფორმაციის დაზვერვის სამსახურისთვის მიწოდება სავალდებულო არ იყო, ამბობს ის. დაახლოებით იგივე თქვა ლევან იზორიამ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც, რომელიც უკვე გუშინ გამოკითხეს, მას გიორგი გახარიას როგორც პასუხისმგებლიან პირს უნდა გამოეყენებინა უსაფრთხოების საბჭო, მარჩილებაზე და მკითხაობაზე ხომ არ ვიქნებით დამოკიდებული. როდესაც ხედავ, რომ გადაწყვეტილებით შესაძლოა უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდე, უნდა დაფიქრდეო, განაცხადა იზორიამ. მისი თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო. ძირითადი კითხვა მდგომარეობა იმასთან დაკავშირებით ვიყავით თუ არა ინფორმირებული ეგრეთ წოდებული ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი იყო, რომ მე ინფორმაცია არ გამაჩნდა არც ოფიციალური და არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში. განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ასეთი საკითხი განხილული არ ყოფილაო. გახობით იგივე თქვა გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ბატონმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც, ამასაც წავიკითხავ, როდესაც ჩორჩანასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ. არც თავდაცვის მინისტრისგან, არც პრემიერ-მინისტრისგან, არც პრეზიდენტისგან. არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღიაო. ის ამბობს, ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს აღმართვის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეს სამსახურში გაიგო და გატარდა შესაბამისი ღონისძიება თავდაცვის ძალებში, რათა ნებისმიერი შემთხვევისთვის ყოფილიყო მზადო. ასეთი არის ვითარება. გასაგებია, რეალურად დღეს ჩვენ ახლა ოცნება ამ ადამიანებს ასე ვთქვათ, ყველანაირად მათ ღირსებაზე გადააბიჯებინა თავად ამ ადამიანებს საკუთარ ღირსებაზე, მოდი ესე ვთქვათ და ჩვენ სახეზე გვყავს უკვე რა ვიცი, რამდენი 10-მდე თუ არ ვცდებით სრულმოწმე, პირდაპირ რა ვთქვათ, რომ ვისაც ისტორია და ეს არ იქნება დიდი წლები და დრო არ დაჭირდება ამას, ვისაც ისტორია სახელს დაარქმევს, რომ ისინი არიან ნამდვილად იცოდნენ მათ? რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდა მე რა. ყველაფერი იცოდა. რა თქმა უნდა. ანუ საფრთხოების საბჭოზე არ იყო განხილული. არ იყო განხილული, თვითონ განეხილათ. ყველა თითოეულ მათგანს, რომლებიც იყვნენ საფრთხოების საბჭოს წევრები, ჰქონდათ იმის უფლება, რომ მას შემდეგმა აი დაუშვათ, რომ არ იცოდნენ და მეორე დღეს გაიგეს. რა გააკეთეს მას შემდეგ, რაც გაიგეს? არაფერი, მაშინ რა გამოდის ეს როგორც მინიმუმ მათი სამსახურებრივი გულგრილობა, ხო? როგორც მინიმუმ ყველაფერს თავი დავანებოთ და რა გამოდის რომ საერთოდ გახარია იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც საქმეს აკეთებდა ამ მთავრობაში და სხვა ყველა ფიქტიური დანიშნული მინისტრები იყვნენ. ალბათ ბევრი იყო კიდეც ახლა პრემიერ-მინისტრიც თუ გავიხსენებთ იმ დროინდელს, ხო? მე მახსენდება იკახიშვილის გამოკითხვა რო იყო, მაშინ ფაქტობრივად დაადასტურა რომ ამ პერიოდში ახლა ყველა მიცოდა რომ ბახტაძე უკვე მიდიოდაო და სამსახურშიც კი არ დადიოდაო რა. ხო და ესეთი ჯერ რო დადიოდა იქამდე ხო როგორი გავლენიანი და გადაწყვეტილების მიღები პრემიერი იყო და ახლა ვით უმეტეს თუ ესე იყო მან თქვა მე არ მithქვას მეც გამიკვირდა მაშინ ახლა კიდე ახლა სამსახურში რო არ დადის ახლა იმ პრემიერ-მინისტრის ინფორმირება კიდე ვინც საქმეს აკეთებს იმ მინისტრისთვის მეგონი არ იყო. იცი, რადგან ესეთი საკითხი იყო და პრობლემა შეიძლება ქცეულიყო, თვითონ გახარიას უნდა განეხილაო და ეს ერთპიროვნულად არ გადაეწყვიტა. ყველაფერი კარგად იცოდა. მე რა სუსის ანგარიში ნახეთ, მე გირჩევთ. ერთადერთი სუსის უფროსმა თქვა ვიცოდიო გომელაურმა, მაგრამ წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ სუსის ანგარიში თქვენ რომ ნახოთ 2019 წლის სუსის ანგარიში პირდაპირ წერია. ფაქტობრივად სუსის ანგარიში ერთ-ერთი ადასტურებს იმას, რაც რეალურად მოხდა. ერთ-ერთზე. და ამას ადასტურებს ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. და ეს ხალხი უბრალოდ მხოლოდ ყუილებს ლაპარაკობენ. ეს არის ყუილი, რომ დღევანდელი ოცნე ხა მაშინაც იყვნენ ივანიშვილის მონები და მარიონეტები და დღესაც ეთყობა იმდენად არიან, ასე ვთქვათ, იმდენი ვალდებულებები აქვთ ოცნების და ივანიშვილის მიმართ, რომ მოტიძულებული არიან, ასეც ისინი ეუბნებიან, იგივე გაიმეორენ თუ ტიყუშებივით ერთი და იგივე სიმეორებენ, არ ვიყავ ინფორმირებული რა. და ეს დღევანდელმა ამ დაზვერვის უფროსმა კიდე ერთი თვითონაც ვეღარ გააკონტროლა თავის სიტყვები და თუმცა რატო უნდა ყოფილიყავიო ისიც დაამატა, მაგრამ ეს ეთყობა ამაზე საყედურსაც მეიღებს, მაგრამ იმიტომ რომ არც იყო გასაკვირიო რომ არ ყოფილიყავი ინფორმირებული ამ საკითხზე. ყველაფერი კარგად იცოდა. მაგრამ ამას საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს? თავარი არის ერთი რამე. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ მოხდა ჩვენი მიწების და ტერიტორიების დაცვა მშვიდობიანი გზით. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მშვიდობიანი გზით დავიცავით ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. თან გამოვიჩინეთ ღირსება და ღირსეული სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადავდგით. აი პრაგმატული რასაც ქვია მართლაც ის. მაგრამ მილიონი კვადრატული მეტრის დაკარგვას რას ვეძახით? აი დაკარგვას რას ვეძახით დავაზუსტოთ. როგორც თქვა სუჯაშვილმა თუ აღარ მახსოვს იზორიას კომენტარში იყო, რომ იქ რუსებმა საგუშაგოები ჩადგეს, სათვალთვალოები დააყენეს და ეს პრობლემა გახდა. საოკუპაციო ხაზი არის თუ არა იგივე ადგილას?
საოკუპაციო ხაზი არის იგივე ადგილას, სადაც იყო და აქ იყო რეალურად საფრთხე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის. და ეს პრეცედენტი რომ დაგვეშვა, მაშინ გაცილებით მეტ ტერიტორიებს დავკარგავდით, იმიტომ რომ გეგმაში იყო კიდე 27 ასეთი პუნქტი. 27 ასეთი პუნქტი, რომელიც ჩადიოდა რამის გუდაურამდე და რაჭამდე და შოვამდე. და რა თქმა უნდა, ამის არ დაშვება იყო სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ეს გააკეთა გიორგი გახარიამ და ამას არ პატიობენ ისინი. და რეალურად ეს საქმე, პროკურატურის საქმე, რაც არის გაგრძელება პარლამენტის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიას, არის იგივე საქმე, რაც დაიწყო თავის დროზე დე-ფაქტო მარიონეტული რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა პროკურატურამ და იქაურმა კიდე ეგრეთ წოდებული პარლამენტის საგამოძიებო კომისია. ანუ ის პრეტენზიები, რაც დე-ფაქტო რეჟიმს, მარიონეტულ რეჟიმს ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ, ეხლა საქართველოს აქვს საკუთარი მოქალაქის, ანუ გიორგი გახარიას წინააღმდეგ. და ეს არ არის აქ ყველაზე მთავარი რა არის ისიც მე რომ ჩვენ ხედავთ აი რა რეალობაა რომ ოცნება გზად არის აი საკუთარი პოლიტიკური პირადი ანგარიშსწორების გამო და ეს არის რა თქმა უნდა პირადი ანგარიშსწორება ხო გახარიასა პირადი ანგარიშსწორების გამო აი სახელმწიფო ინტერესები ფაქტიურად აი საერთოდ ბოდიში და ფეხებზე დაიკიდოს რა რეალურად იმიტომ რომ ის განცხადებები რაც კეთდება პირდაპირ ურტყავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ზოგადად სახელმწიფო ინტერესებს იმიტომ ფაქტობრივად ეს ადამიანები აღიარებენ აი პირდაპირ გადაულოცეს ეს მიწა რა თორე ესე უკონტროლო მიწა რამდენია თქვენ რამდენჯერ გექნებათ გაშუქებული რომ ჩვენი ისინი მოქალაქეები გადადიან ზოგს იჭერენ ზოგს აპატიმრებენ ზოგს უკან აბრუნებენ და ასე შემდეგ ეს მიწები ამ საოკუპაციო ხაზის გასწრო ასე უკონტროლოა ყველა უამრავი მიწა და მაშინ რა გამოდის ესეც დავკარგეთ რა თქმა უნდა არ დავკარგეთ და ესენი გამოდიან და იძახიან დავკარგეთო და არ არის ამ დროს დაკარგული ხდებით რა შეასახ ნუ თვითონ აღიარებენ რომ ანუ ხო დროებით ნუ ფაქტობრივად გადასცეს და აჩუქეს გახარიას გამო და ნუ ეხლა რა მით უმეტეს ეხლა იმ კომისია ხო სრული კრახი განიცადეს ეხლა იმ მეორე ჩართვის გამო ამას მოყვა მე ის 20 ივნისის საქმე იმიტომ რომ არ აკმაყოფილებთ ეხლა ეს ერთი ხვდებიან რომ საკუთარ არ შეუწყვეტია ჩორჩანს დაამატეს 20 ივნისის გამოძიება იბა დაამატე შეიძლება კიდე რაღაც დაამატო თუმცა პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა კობახიძემ თქვა რომ სად გაიქცევეს გახარიაო კაცო არჩევნებამდე მაინც ვერ მოესწრებოდა ამ საქმეების გამოძიებაო ანუ არჩევნებამდე არ დავიჭერთო და არ დავიჭერთო ხო დაალაგებულია ხო ყველაფერი არაუშავს ვარაფერებს ჩამოსვლა აი ნახოთ ხო ეხლა ჩვენ თქვენ ხო იცით რომ ეს არ არის პირდაპირ ამასთან კავშირში ის არის ევროპაში ძალიან დიდ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ხა ეს ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტის პროცესი რომ გადაიდო რა თქმა უნდა არის მისი დიდი დამსახურება თორემ საგარეო საქმეთა მინისტრებს ყველას პირადად შეხვდა და დაარწმუნა რომ არ შეიძლება ქართული ხალხი დაისაჯოს ოცნების რამდენიმე მაღალჩინოსნის მოღალატეობრივი ასე ვთქვათ დანაშაულების გამო და ნუ თუ ვინმე სანქცია ეკუთვნის ეს პირველ რიგში ეკუთვნის ოცნების მაღალჩინოსნებს და ნუ ეხლა მესმის რომ შეიძლება ბოლომდე ჩვენ ეს ვერ დავიცვათ იმდენად სხვა გზას აღარ უტოვებენ ხო უკვე უტოვებს ოცნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაგრამ ყველაფერი აი სანამ ბოლო შანსი იარსებებს უნდა გავაკეთოთ რომ ეს რეჟიმი შენარჩუნდეს იმიტომ რომ ამ რეჟიმის ასე ვთქვათ შეჩერება ეს გარდა იმისა რომ ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მათ შორის პირდაპირ ეკონომიკურ პრობლემებს და ასე შემდეგ არ არის ეს მარტო სამოგზაურო კომფორტი ამასთან ერთად ეს არის პოლიტიკური სერიოზული დარტყმა ხო ანუ რეალურად იმ ვითარებაში როცა სომხეთმა ამის გადაგვისწრო და აზერბაიჯანმა კიდე უფრო მეტად საქართველოს არის ქვეყანა რომელსაც ეს მონოპოლია ესე ჰაერში გაატანა ოცნებამ ხო და ამას მე შეიძლება მოყვეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გვაქვს იცით ხო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გვაქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გვაქვს მას რო ყველაფერს თავი დავანებოთ და ახლა როგორ შეიძლება ამ ვითარებაში უვიზო რეჟიმის გადახედვა საერთოდ მაგრამ სხვა გზას არ უტოვებენ ახლა კალაძე გამოვიდა და თქვა რომ ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ევროკავშირის საერთოდ გავაგდებდი ეს სიტყვა თქვა პირდაპირ და ეს ადამიანი აპირებს კიდე მესამე ვადით თბილისის მერობას თუმცა ერთი კვირით გადადეს პრეზენტაცია და რატო არ ვიცი მერობის კანდიდატი დღეს უნდა წარედგინათ ხო დიდი იმედი მაქვს რომ ერთი კვირით გადადო ოცნებამ კალაძემ თქვა რომ მე ვიქნებიო მაგრამ ოცნებამ გაავრცელა განცხადება ტექნიკური მიზეზითო გადავდეთო ერთი კვირით ნენა ორი პრობლემა აქვს ამ ქვეყანას ნუ ბევრი პრობლემა აქვს და ორი გამოკვეთილი პრობლემა. პირველი, იმიტომ რომ ეს გამოსახლება დაემთ, ხო, არ ვიცი. პირველი შეიძლება. პირველი, ეროვნული ინტერესების ღალატი და ამ ქვეყნის საგარეო კურსის სრულად შემოტრიალება ევროპიდან რუსეთისკენ. ეს ერთი და მეორე კორუფცია. ნუ ძირითადი პრობლემები დავასახელე. ერთშიც და მეორეშიც ჩემპიონია ეს კაცი. აი ჩემპიონი რა, ჭყალებში. გასაგებია. და ეხლა ამ კაცის მერობა თუ მათთვის რამეს ნიშნავს, კი ბატონო, ყავდეთ ღმერთმა შეარდეთ. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, გიორგი შარაშიძე, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი წევრი იყო ჩვენი სტუმარი. დაგვეუბნებთ რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს იმ თემაზე, თუ რა ხდება უკრაინაში, იცით რომ ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა გამოიწვია უკმაყოფილება თავად უკრაინის მოსახლეობაში და ასევე ევროკავშირშიც და ევროკავშირის ქვეყნებში, ან უკრაინის პარტნიორებში, როგორ გაგრძელდა ამბავი ამ შესახებ ჩემი კოლეგა აკა ზარქოა ისაუბრებს, ასე რომ რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით.
მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ დავბრუნდებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, იცით რომ ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ მიღებულ კანონს უკრაინაში მოყვა მღელვარება, ასევე უკმაყოფილო დარჩა ევროკავშირი და პარტნიორები და ბოლოს ზელენსკიმ ცოტათი უკან დაიხია, ევროკომისიამ გააკეთა განცხადება, ბოლოს ევროკომისია უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების გარშემო არსებული ვითარების გამოსასწორებლად ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედებებს მიესალმებაო, დაწერა ევროკომისიამ. გიომ მერსიემ განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინის ხელისუფლებასთან კონტაქტშია, რათა კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით უკრაინული მხარის მიერ ევროკავშირის შეშფოთების გათვალისწინება მოხდეს. ჩვენ შეშფოთება გამოვხატებთ, ხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ზომები მიიღო ამ ქმედებებს მივესალმებითო აღნიშნა მერსიემ. სოფისთვის დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტის ტექსტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთის გავლენისგან უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებასა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ტექსტი კარგად დაბალანსებულია, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის მოიცავს რეალურ ინსტრუმენტებს, რუსეთთან ნებისმიერ კავშირს გამორიცხავს და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას მხარს უჭერსო, თქვა ზელენსკიმ. ზელენსკის ცნობით კანონპროექტს უკრაინის უმაღლეს რადას დღეს წარუდგენს. არ ვიცი, ეს კიდევ ახალი კანონპროექტი არის ალბათ საუბარი. აკაზ არქო არის ჩვენი სტუმარი, რეალ პოლიტიკის რედაქტორი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რომ ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ამ თემაზე ხატია დეკანოიძესთან ერთად, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ დეტალურად ავხსნათ რა მოხდა, რა ხდება უკრაინაში, რა კანონპროექტებზეა საუბარი, რატომ გამოიწვია ამ ხელვარება, ხალხი რატომ გამოვიდა ზელენსკის წინააღმდეგ, ხა ეს არ მომხდარა ხო, განსაკუთრებით მასვე რაც ომი დაიწყო. ეს თემა კარგად დაიხვია საქართველოს ხელისუფლებამ ხელზე, მაგრამ შალვა პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ნაბუს უფლებამოსილების ცვლილების განზრახვაზე უცხოელების რეაქცია კარგად აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეშიო. თქვა მან, როგორც ის აღნიშნავს, უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას ანდობენ, არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას და ჩვენ აი ეს არ დაუშვითოთ ჩვენს ქვეყანაში, რომ მათი მიერ კონტროლებად რაღაცებს სტრუქტურებს ხელი ეფათურებინათ. აქამდე ზელენსკი Deep State-ის აგენტი იყო, ამდენადაც მათი შეფასებით გვესმოდა. ეხლა როგორც ჩანს, რაღაცა ურჩი აგენტი გახდა Deep State-ის და აღარ ემორჩილება. ხო, სინამდვილეში საქმე ეხება უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს და ასევე სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას. ეს არის ორი დამოუკიდებელი ორგანო პრაქტიკულად, რომლებიც დამოუკიდებელი არიან, როგორც ვთქვათ, მათი არჩევის და კომპლექტების წესით და ასევე უშუალოდ პროცედურულად. ისინი დამოუკიდებლები არიან საპრეზიდენტო ვერტიკალისგან. ანუ პრეზიდენტს აქამდე ყოველ შემთხვევაში არ ჰქონდა უფლება ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეების დანიშვნის, იგივე ვთქვათ, ეს ნაბუ, ეგრეთ წოდებული ნაბუს დირექტორი ირჩეოდა ღია წესით, კონკურსის ღია წესით და ამაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამას მოყვა ასევე უკვე ნაბუს შემდეგ 2014-2015 წლებში დაიწყო ასევე სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის ჩამოყალიბება და გარდა ამისა კიდე იქ არის ვთქვათ ძალიან ესეთი ფართე სტრუქტურა ამ ანტიკორუფციული სისტემის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი 2014-2015 წლებში შეიქმნა როგორც თქვათ აი ღირსების რევოლუციის 2014 წლის ღირსების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და მემკვიდრეობად მიიჩნეოდა და 2013-2014 წლებში უკრაინის პოზიცია კორუფციის ინდექსებში იყო სავალალო, ხო იქ მე მგონი 152 და 154 ადგილებზე იყო 2013-ში და 2014-ში 170-დან. ანუ პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო და სწორედ ამის გამოძახილი იყო, თქვათ, აი ამ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სისტემების შექმნა. პარალელურად ეს იყო, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მოთხოვნა და უკვე პოსტმაიდანურ უკრაინაში, რომ ამას დაიწყო და ახლოვება ევროკავშირთან, ეს წარმოადგენდა რაღაც ვთქვათ კომპრომისს და ერთ-ერთ გამოსავლად მიიჩნეოდა, რომ შექმნილი იყო სწორედ ესეთი უწყებები, რომლებსაც შეეძლებოდა პირველ რიგში ისეთი საქმეების აღძვრე კორუფციის ისეთ საქმეებზე, რომელზეც თქვათ ტრადიციული პროკურატურა პრეზიდენტის და პარლამენტის მიერ მართული არ აღზრდავდა საქმეს. იყო ბევრი ხმაურიანი საქმე, ბევრი კითხვა არის, თქვათ ამ ორგანიზაციების სამართლებრივ ფორმასთან დაკავშირებითაც, მაგრამ სინამდვილეში ხო ანუ ეს იყო, თქვათ რაღაცა ქვევიდან ზევით წამოსული მოთხოვნა, ეს არ იყო თქვა რაღაცა გარედან ევროკომისრების და ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი, ეს იყო რა თქმა უნდა მათი
თქვა რაღაც ერთ-ერთი წინაპირობა მოლაპარაკების დროს, მაგრამ ეს იყო ვარდების რაღა იყო და ღირსების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ დამარცხებულიყო კორუფცია, თუ დამარცხებული არა, თქვა, შეზღუდულიყო და ეს იყო უკრაინის ხალხის მოთხოვნა და შესაბამისად ეს კანონის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ახლა მიმდინარეობს, ხალხის რეაქცია და როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს 3-4 წლის განმავლობაში ამ ომის მიმდინარეობისას არაფერი მსგავსი არ გვინახავს და ეხლა ვხედავთ ამ გამოძახილს, ეს სწორედ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ხალხი მიიჩნევდა ამ თუნდაც არაიდეალურად მომუშავე უწყებებს. ხო და ხელისუფლების პროპაგანდა ამუშავდა, ეს პაპაშმა ხო ეს გააკეთა განცხადება და მათი ასე ვთქვათ სხვადასხვა ექსპერტები და ასე შემდეგ წერენ რომ აბა ახლა ვისკენ ხართ ეს პროდასავლელები ევროკომისიისკენ და ამ ხალხისკენ თუ ზელენსკისკენ და ანუ ეს ჩამოყალიბდით და ანუ ამის დაყენება რო თქვა აქეთ ევროკომისია არის და აქეთ კიდე უკრაინელი ხალხის ინტერესებია რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან ისინი ერთმანეთს არიან და ზელენსკი მეორე ხარ ხო ან ნებისმიერ შემთხვევაში რა შეეხება უშუალოდ ამ კანონს ხო ანუ აქ რატო გადაწყვიტა ზელენსკი რომ შეეცვალა ახლა ამ და როგორც ამბობენ პრინციპში კარგავს ხო ეს ნაბუდ ამოუკიდებლობას კი ანუ აქ ცვლილებების მიხედვით საქმე ეხება იმას რომ პროკურატურას ანუ გენერალურ პროკურატურას რომელიც საპრეზიდენტო ვერტიკალის ნაწილი არის ექნება უფლება გამოითხოვოს ეს საქმეები რომელიც ნაბუში არის აღძრული რაც მანამდე აკრძალული იყო ასევე პროკურორს გენერალურ პროკურორს ექნება ამ საქმეების თქვა დახურვის და მეთვალყურე პროკურორების დანიშვნის უფლება, რაც ასევე აქამდე არ არსებობდა, ეს პრაქტიკულად ანუ გამორიცხავს იმას, რომ თუ კი ხელისუფლებას არ უნდა რომ ვინმეს წინააღმდეგ საქმე მიდიოდეს, ის ხელისუფლება ამ ბერკეტებს შეიძენს ამ საკანონმდებლო ცვლილებებით. გარდა ამისა, თვითონ თქვა რაღაცა ცუდი ესეთი ცუდად გამოიყურებოდა თვითონ ამ კანონის მიღების პროცესი, ამას წინადღეს ჩატარდა ეს ჩხრეკები ნაბუსა და საპში, დაიჭერეს მე მგონი ერთი ადამიანი, რომელსაც რაღაც რუსეთის გაქცეულ იანუკოვიჩის თანაგუნდელთან კონტაქტში დასდეს ბრალი და პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თქვა რაღაცა ეს რუსული გავლენები უნდა შემცირდეს. რა თქმა უნდა, მე არც გამოურიცხავ და ვერც გამოირიცხება ზოგადად პრინციპში, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვა ინსტიტუტებს ძირი გამოუთხაროს და ეს თვითონ უფრო დასავლეთის მიემხრადაჭერი სტრუქტურები იყო, რუსული გავლენა როგორ მოხდა იქ. ანუ, ნუ თქვა გასაგებია, რომ შეაძლოა შეაღწიოს თქვა რაღაცა სანქციები დინარაცები დაიჭერეს, კი ზელენსკის ასე თქვა გუნდის საქმეები აღიძრა, ანუ რაც უძღოდა ამას წინ თქვა და რასაც უკრაინული მედია განიხილავს როგორც ერთ-ერთ წინაპირობად თუ არა თქვა კატალიზატორად პროცესების. ზელენსკი მოუწევა ანუ არის ის რომ ნაბუმ აღძრა საქმე დაახლოებით ერთი თვის წინ ყოფილი ვიცე-პრემიერისა და ეროვნული ერთიანობის მინისტრის ალექსეი ჩერნიშოვის წინააღმდეგ რომელიც ამ საქმის აღზრდის მომენტში უცხოეთში იყვებოდა და მისი ეს მივლინება გაიწელა უცხოეთში და ამანაც რაღაც ცუდი სურათი შექმნა. საბოლოოდ ეს ადამიანი ჩამოვიდა, ეს ჩერნიშოვი მიიჩნევა ზელენსკის გარემოცვის ერთ-ერთ ყველაზე ესეთ ახლო წევრად და გარდა ამისა ამდენადაც ცნობილია საქმე აღიძრა ზელენსკის ყოფილი ბიზნეს პარტნიორის ამ კვარტალ 95-ის ფარგლებში მინდიჩის წინააღმდეგ, გვარად მინდიჩის წინააღმდეგ და ამას მიიჩნევენ უკრაინულ მედიაში ერთ-ერთ კატალიზატორად, რომ თითქოს პრეზიდენტის ოფისმა უშუალოდ ვოლოდიმერ ზელენსკიმ აი ეს საქმეები აღიქვა პოლიტიკურ შეტევად მის წინააღმდეგ და ეს გახდა თითქოს კატალიზატორი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვა აი ამ სტრუქტურებით უკმაყოფილება, ხო ანუ ეს სტრუქტურები იძიებდნენ საქმეებს და რა თქმა უნდა ამას რა თქვა რაღაც შემაკავებელი ეფექტი კორუფციის თვალსაზრისით ჰქონდა, მაგრამ პრობლემას კვლავ წარმოადგენდა ბოლომდე ვერ მიყვანილი ისევ სასამართლო რეფორმა. ამ გაჭიანურებული სასამართლო რეფორმის ფონზე ეს საქმეები, რომლებსაც ეს პროკურატურა და ეს ნაბუ იძიებდა, ხშირად ვერ მიდიოდა სასამართლომდე, შესაბამისად ვერ მიდიოდა განაჩენამდე, ან თუ მიდიოდა განაჩენამდე, მიდიოდა როგორც წესი ისეთ განაჩენამდე, სადაც საუბარი იყო მაღალი ჯარიმის გადახდაზე და ასე შემდეგ. ანუ ბოლომდე ამითაც კმაყოფილები არ იყვნენ, ცხადია რაღაცა თქვა ნაბუს საქმიანობაში თუნდაც მის სამართლებრივი ფორმით თქვა რაღაცა მოწესრიგება შესაძლებელი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ამ ცუდი გემო დატოვა სწორედ აი ამ სიჩქარემ გადაწყვეტილების მიღების ეს კანონი რომლითაც დამტკიცდა ეს ცვლილებები რეალურად თავიდან არ ეხებოდა ამ საქმიანობას ამ კანონ პროექტში დაჩქარებულად შეიტანეს ცვლილებები აი ამ ჩხრეკებიდან მეორე დღესვე და უკვე რამდენიმე საათში რადას მიღებიდან ხელი მოაწერა ზელენსკიმ და გარდა ამისა კიდევ ერთი ფაქტორი რაც ბევრ უკრაინელს
არ მოეწონა იყო ის, რომ საპრეზიდენტო პარტიასთან ერთად ამ კამპროექტს ხარი დაუჭერეს ყოფილმა რეგიონალებმა და აი ამ ოპოზიციის გუნდის წევრებმა, პრორუსულმა პარტიებმა, ხო ანუ და წლების განმავლობაში თქვათ აი ეს იგივე იგორ კოლომოისკის საქმე, ხო რომელიც რამდენი ხანია საპატიმროში არის, სწორედ ნაბუს საქმიანობის და გამოძიების შედეგად მოხდა. ანუ ამ ტრადიციული უკრაინული პოლიტიკური სტრუქტურისთვის, რომელსაც ოლიგარქიული შინაარსის იყო, ხო და რაც რეგიონული პრინციპით იყო დაყოფილი, მათთვის ეს სტრუქტურები თავიდანვე აღიქმებოდა მტრულად და ისინი ხშირად აკრიტიკებდნენ მას. აქედან გამომდინარე, ბევრმა უკრაინაში და მათ შორის ეს პროტესტი რატომაც მიმდინარეობს არის, რომ მათ თუ თქვათ ეს რაღაცა შებრუნება და არ აღიქვეს აი ამ ევროპული ინტეგრაციის გზით, რაღაცნაირ რევიზია დაღიქვეს და მტკივნეული რეაქცია ჰქონდათ და ხედავთ რომ თქვათ რაღაცა აი როგორც მინიმუმ თქვათ რაღაც პირველადი შედეგის თვალსაზრისით ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა გამოფხიზლდა აი ამ პროცესების შედეგად, საპროტესტო აქციების შედეგად და თქვათ რაღაცნაირ კომპრომისულ წინადადებაზე დაიწყო საუბარი. უცნობია რა იქნება ეს კომპრომისული წინადადება და როგორ იმუშავებს, მაგრამ რაღაც ზიანი დადგა როგორც მინიმუმ იმით რომ თქვათ ეს ნაჩქარევი ფორმით გაკეთდა ევროპისგან თქვათ ესეთი მე ვიტყოდი შეკავებული, მაგრამ მაინც ესეთი გუში შვედეთის საგარეო საგარეომაც და ბევრს ჰქონდა კრიტიკული ასე თქვათ. კი, იგივე ამერიკელების მხრიდანაც თქვათ სენატის განცხადება, სენატორების განცხადება იყო საქმეზე. ანუ მაინც ეს მოულოდნელი იყო როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი მოკავშირეებისთვის ესეთი მკვეთრი ნაბიჯი ზელენსკისგან და ვფიქრობ რომ თქვათ რაღაცა არ მგონია რომ ეს ყველაფერი რაღაცა ესეთ სისტემურ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს ამ ომის დროს. მგონია რომ მაინც თქვათ რაღაცა კომპრომისის ოთახი გამოიჩინა ეს სვლას ევროკავშირისკენ ეს გახდა ხო? ამით დაიმუქრა ევროკავშირი. კი, რა თქმა უნდა, ანუ თუ კი ეს კანონი თქვათ არ შეიცვლება რაღაც მისაღები ფორმით, ან თქვათ რაღაც დარჩება ეს რისკები ხო უკრაინაში. ჩვენ ხედავთ რომ სკეპტიკოსები ყველა ესეთ რაღაცა უნიშნულო ქთამის საქმესაც და იმასაც ევროსკეპტიკოსები და ზოგადად უკრაინის სკეპტიკოსები იყენებენ უკრაინის გასაშავებლად და ამ პროცესის გასაჭიანურებლად. ნებისმიერ შემთხვევაში თქვათ ეს რაღაცა ზიანი დადგა, მაგრამ ახლა საჭირო ამ ზიანის კონტროლი, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თუ თქვათ ეს კურსი რაღაცნაირად ესეთ უკომპრომისო ხასიათს მიიღებს, რომ ესენი უნდა დაემორჩილონ ეს უწყებები გენერალურ პროკურატურას და ასე შემდეგ, ეს ძალიან გაართულებს უკრაინის ევროპულ გზას. ხო, ну მე ვხარ, მაგრამ მოდი გადავიხილოთ ის ვერსია, რასაც ქართული ოცნება როგორც თავაზობს, რომ აი ხო ხედავთ, როცა რაღაცას ვერ აკონტროლებ ქვეყანაში, ხო, მე გიკონტროლებს სხვა. ანუ ასე უდგებია რა, რომ რთულია, ხო, ეხლა პრეზიდენტი ხარ, ხელისუფლება ხარ და რაღაც სტრუქტურა ყავს, რომელსაც შევერ აკონტროლებ და ეხლა ხარ ხელისუფლება ამბობს, რომ აკონტროლებს დასავლეთი, ხო, რადგან ის იყო და მე მათი ერთ-ერთი მოტივი ეს არის მაგალითად მე მომისმენია მათგან, როცა ესაუბრები ქართულოცების წევრებს ადრე როცა დადიოდნენ ჯერ კიდევ გადაცემებში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ისინი ერთ-ერთ მიზეზად ასახელებდნენ ამას ჯერ პირად საუბრებში და მე ხალხის ძალამ ეს პირდაპირაც დაწერა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას თქვენ რასაც ეძახით, ის დამოუკიდებლობა კი არ იქნებაო ამერიკაზე და ან ევროკავშირზე დამოუკიდებულ სასამართლო და მე როცა მოუნდება, მაშინ აგიყირავებს აქ სიტუაციას ევროკავშირი თუ სასამართლო შენ გავლენის ქვეშ არ იქნება და იქნება უცხოეთის გავლენის ქვეშ. ნუ დაახლოებით ასეთი ინსტრუმენტია, ეხლა ნაბუო ასე უყურებს ქართულოსა, მე ხვდი ევროკავშირის და არა ის რომ კორუფციის წინააღმდეგ და რაღაცა, როცა უნდა მაშინ ასე ვთქვათ, ხო ანუ აქ აგიყირავებენ სიტუაციას. ზოგადად უნდა რაღაცა ესეთი ფილოსოფიური მასი წავალთ, მაგრამ ანუ აქ საინტერესო არის რომ თვითონ რას ვეძახით დამოუკიდებლობას, ხო ანუ აქ არის საუბარი რომ არ იყო ქვეყანა რომელსაც ჰქონდა ეს კორუფციის რაღაც ძალიან მწვავე პრობლემა უკრაინის სახით და საჭირო იყო ამ პრობლემის რაღაცნაირი გადაჭრა. ახლა თუ იმე იტყვის რომ იდეალური იყო ეს და იდეალურად იმუშავა, ფაქტია რომ იდეალურად არ იმუშავა, მაგრამ ის რომ რაღაც პროგრესი არის ცხადია ახლა. თუ ჩვენ ამბობთ რომ ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველაფერი, ანუ ეს ინსტინქტი რომ თუ მე რაღაც არ მორჩილება ეს უკვე საშიში არის, ხო? და ანუ ახლა უკრაინის შემთხვევაში ჩვენ ხედავთ რომ ზელენსკისაც გამოულინდა ვთქვათ ეს რაღაცა ერთი ბუნებრივადაც შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როცა საჭირო იყო მეტი ცენტრალიზაცია, თქვათ რაღაცა რეფორმები ამ კუთხით გადადგმული უფრო უკან დაიხია, მასშტაბის შემცირდა ამ რეფორმების და მოხდა ცენტრალიზაცია ბუნებრივად, ხო? ომის პირობების გამო და მათ შორის რაღაც აი ამ მაღალი ცენტრალიზაციის გამო თქვათ რაღაც ამოცანებს ხელისუფლება უკეთ გაუმკლავდა. მაგრამ ეხლა როცა საუბარი არის იმაზე, რომ თქვათ რაღაცა შენ გინდა დაუქვემდებარო შენს კონტროლს და თუ შენ კონტროლს არ ანუ შენთვის
პრინციპში დამოუკიდებლობაც არ არსებობს, ხო ამ ინსტიტუტებში. ანუ შიში აქვთ, რომ ან მე უნდა მემორჩილებოდეს. ესე იგი ვიღაცის კონტროლში მემორჩილება. ხო, ანუ ეს არის რეალურად ის, რომ შენ როცა არ გაქვს შენი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რაღაცნაირად ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები უნდა შექმნა. ეხლა გასაგებია, რომ იგივე ევროკავშირში გაწევრიანების შედეგადაც რაღაცა თქვათ სუვერენიტეტის ნაწილს თქვათ რაღაცა ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილშიც თმობ და ეს არის გაცვლა, რომელიც მონგებიანი უნდა გააწყო, მონგების მოსახლეობა უნდა გააწყო, მონგებიანია თუ არა მისთვის ესეთ გაცვლაში შესვლა, რა თქმა უნდა. მე არწმუნებული ვარ, რომ შესაძლებლობის არსებობის პირობებში ქართული საქართველოს მოსახლეობა დათანხმდებოდა ამ გაცვლას, როგორც დათანხმდა ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა, ხო, აღმოსავლეთ ევროპიდან 99 წლის შემდეგ და ამჟამად რა თქმა უნდა ვთქვათ, იგივე უკრაინასაც რაღაც დათმობებზე და ხელისუფლებას პირველ რიგში უწევს რაღაც დათმობებზე წასვლა, როცა შენ გაცხადებული გზა რაღაცა ევროკავშირისკენ თუ რაღაცა ჩრდილოატლანტიკური კავშირებისკენ იქ არის თავის წესები. და ეს წესები გულისხმობს, რომ ყველა უნდა ემორჩილებოდეს ამ წესებს მეტნაკლებად. და რა თქმა უნდა, ეხლა რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს უკრაინა, ხო, თქვა და გასაგებია, რომ დღეს ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პირველი ფრონტი, თქვა რაღაცა პირველი ხაზი უკრაინაზე გადის, მაინც ეს წესები წესებად რჩება და გამონაკლისი სინამდვილეში ეს ამას აჩვენებს, რომ ეს გამონაკლისი უკრაინისთვისაც არ არსებობს, ხო, ის განცხადებები, რაც ჩვენ წავიკითხეთ, რომ რაც თქვენ ახსენეთ ევროკომისრების ხოების და იგივე ვთქვათ შეგვიძლია გავხსნათ ქართული ოცნების განცხადებები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ამბობდნენ, რომ აი უკრაინაში ომი როა, მაგიტო რაღაცებს პატიობენ და ასე შემდეგ და იქ დიქტატურაა და რაღაცა. როცა მართლა განეიდგა რაღაც ნაბიჯი, რაღაც შეშფოთება გამოიწვია ევროკავშირის, ეს შეშფოთება და ეს წუხილი გამოითქვა რეალურად. ეს არის ის, რომ რაღაცა წესების და დაფუძნებული წესრიგისკენ თუ მიდიხარ, შენ აპრიორი უნდა დაეთანხმო ამ წესებზე, ამ წესებით თამაში. რესურსულის ქართულ ოცნებას არ აქვს, იმიტომ რომ ისინი აღიქვამენ ამას სტრულად. ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის მიერ აღიქმება როგორც რაღაცა თავისი პირადი სამფლობელოს ნაწილი და მისთვის ბევრად უფრო მისაღებია, რომ ეს ქვეყანა იყოს თქვა რაღაცა რუსეთის ორბიტაზე იყოს და თვითონ იყოს ნომერ პირველი, სოფელში იყოს პირველი კაცი, ვიდრე რომში მეორე კაცი ხატონალო. მადლობა დიდი, აკა ზარქოა, რეალ პოლიტიკის რედაქტორი იყო ჩვენი სტუმარი, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე ხვალამდე გემშვიდობებით.